მხოლოდ ღმერთს არ ჭირდება. იმიტომ რომ მის უწინარეს არაფერი არ იყო. ანგელოზებიც კი 9 დასი ანგელოზები როა. პირველი ყველაზე ახლოს დგომი ანგელოზთა დასიო, თავად ყოვლადწმინდა სამებისგან განისწავლებაო. მეორე დასი ანგელოზებისა პირველი დასისგან იღებს ამ სწავლებას. მესამე მეორესგან და ასე უკანასკნელამდე. და ცოდნაში წარმატებული და სულიერი ღვაწლით მოსილი ადამიანები განსწავლიან უმეცებს, ხო, ვინც არ იციან. და ისე რომ ვინც აი ამ სწავლაზე უარს ამბობსო და მოძღვრისაგან რაღაცის სწავლაზე უარს ამბობსო, ის თავს უცოდინრობით ისნეულებსო, რომელიც არის დედა ამპარტავნებისა. ისე რომ ეხლა რატომ მაინც და მაინც ეს დღიურების გაკეთება? ჩვენ თუ ამ წიგნებიდან ვისწავლით რაღაცას, ჩვენში ეს უცოდინრობა არ იქნება. ეხლა რამდენი რამე ითქმება, ხო, ჩვენს მიერ და ეს ჩვენ ბევრ რაღაცას გვასწავლის და ადამიანი გამოვა ამ უცოდინრობიდან, აი ამ სიბნელიდან და ბევრი რაღაცა ეცოდინება პირველ რიგში საკუთარ თავზე და მერე ღმერთის შესახებ ეცოდინება და აღარ ექნება ეს უცოდინრობა, აღარ ექნება ეს ფუჭი ამპარტავნება, არამედ ექნება სიმდაბლე და მორჩილება ღვთისა.